2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება. აბიტურიენტებსა და მაგისტრატობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე დილის 10 საათიდან შეეძლებათ. სიახლის მიხედვით წელს აბიტურიენტებს მათთვის სასურველი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ. წლევანდელი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის დაწყებასთან ერთად საზოგადოებას ვთავაზობთ გარკვეულ სიახლეებს. აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად პირველად აირჩიონ ასევე პროფესიული მიმართულების ფაკულტეტები, რაც შესაძლებელს გახდის, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც გადალახავენ მინიმალურ ბარიერს და დაგროვილი ქულების შედეგად ვერ შეძლებენ უმაღლეს სასწავლებლებში ადგილების მოპოვებას, ჰქონდეთ საშუალება სახელმწიფოს მხარდაჭერით უფასოდ გააგრძელონ სასწავლო პროცესი სხვადასხვა მიმართულების პროფესიულ სასწავლებელში. ამ კუთხით 10,600 ადგილი ცხადდება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო პროფესიულ კოლეჯებში, რომელსაც მთლიანად სახელმწიფო დააფინანსებს. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მოცემულობა იმისა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველი გუნდის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით ის აბიტურიენტები, რომელიც 2026 წლიდან გახდებიან სტუდენტები და ჩაირიცხებიან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში, მათი სწავლა მთლიანად დაფარული იქნება სახელმწიფოს მხრიდან.